როგორ მიმდინარეობს მოსავლის აღება სამეგრელოში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანდიაში ჩავიდა და ადგილობრივ ფერმერს შეხვდა. ბესიკ მორგოშიას 1 ჰექტარზე ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი აქვს დათესილი და წელს შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ მეტ მოსავალს ელოდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით სახელმწიფო სასიმინდე პროგრამისთვის დაფინანსება კიდევ გაიზრდება. სიმინდის პროგრამა არის ყველაზე მასშტაბური და ესეთი ყველაზე საუკეთესო შედეგის მომცემი ვატარებთ რაიონების მიხედვით მონიტორინგს. კორპორაცია არის სოფლის მეურნეობის ჩართული ამ პროცესში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აგრეთვე კომპანია პიონერი, რომლის სათესლე მასალაც გამოვიყენეთ პროგრამის ფარგლებში. დავიცავი ყველა ის ტექნოლოგია, რაც გათვალისწინებული იყო ინსტრუქციით, ამ სიმინდის თესლს რომ მოყვებოდა იმ ინსტრუქციით და მოსავლი ძალიან კმაყოფილი ვარ. შარშანთან შედარებით, რა თქმა უნდა, შარშანი იყო ძალიან მცირე მოსავალი, სადღაც 3 ტონამდეც არ იყო ამ ფართობზე და წელს ელოდებით სადღაც 10 ტონაზე მეტ მოსავალს.